იერუსალიმში გოდების კედელთან ეგდო ვიღაც მიერ დაკარგული ბარათი, რომელიც შეიცავდა ლოცვით სათხოვარს ახლობლების ჯანმრთელობის შესახებ. ალბათ ის დატოვა რომელიმე მოქალაქემ წმინდა მიწაზე რომ მოგზაურობდა. ადამიანებს სწამთ რომ თუ მოვლენ და ილოცებენ წმინდა მიწაზე, ეს ლოცვა განსაკუთრებულ ძალას მისცემს. ჩვენ ვეძებთ საშუალებას თუ როგორ გავაძლიეროთ ლოცვა, რაც საკუთარი პრობლემები გადავწყვიტოთ. ღმერთს ლოცვაში ვესაუბრებთ იმაზე, რაც გულში გვაქვს, რაც იკავებს ჩვენს შემეცნებას, მაგრამ აი რას გვასწავლის უფალი, რომ ვივლოცოთ პირველ რიგში, წმინდა იყოს სახელი შენი. ლოცვის შესახებ დარიგებაში უფალი გვასწავლის. მოკლედ ვისაუბროთ. თქვენმა მამამ იცის რა გიჭირთ თქვენ, ვიდრე სთხოვდეთ. ნათქვამია, რომ ის გიგზავნით ყოველივეს, რაც აუცილებელია ცხოვრებისთვის მდგომარეობაში. რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. ღმერთმა იცის თქვენი საჭიროებები ისე, რომ თქვენს თავზე თმებით დათვლილია. ყველაფერი ხდება ღვთისნებით და ნამდვილი რწმენა იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ შეცვალოთ, არამედ რომ გაიგოთ და მიიღოთ მისი ნება კეთილი და სრულყოფილი. ამიტომ, სანამ ჩვენი საჭიროებების შესახებ შევთხოვთ, განა არ უნდა ვილოცოთ ღვთის წმინდა სახელის დიდებაზე ჩვენ ცხოვრებაში. განა ეს არ უნდა გახდეს ჩვენი ლოცვების მთავარი თემა და ჩვენი ცხოვრების ლაიტმოტივი. პეტრე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ ვართ ადამიანები, რჩეული მოდგმა, სამღვდელოება, წმინდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოვაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავის საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ. ესეა წინასწარმეტყველი უწყება, ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, გამოაცხადებს ჩემ დიდებას. სხვა სიტყვებით, ქრისტიანის სიცოცხლის მიზანია უზენაესის დიდება გამოაცხადოს წუთის სოფელში. ამის შესახებ მაცხვარი ლაპარაკობს ქადაგებაში მთაზე. ასევე ენათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ცეცაშია.